შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით იმერეთის პოლიციამ დაპირისპირებაში მონაწილე 4 ადამიანი დააკავა. მათ ახლა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაზარალებული კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოკვლევების შემდეგ თენგო კობერიძე ქუთაისში მედიკალ სიტიში გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და ყბასახის არეში მოტეხილობები აქვს. ჩაუტარდა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, აღინიშნება ყრიმალის ძვლების, ჰაიმორის ძვლის მოტეხილობა, ფრაგმენტული მოტეხილობა შეცვლილებით და ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა. მძიმე არის ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა. შუქრუთის მაღაროში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა სპეციალისტები მაღაროებში ვითარების შესაფასებლად შესვლას ცდილობდნენ. თუმცა მათ ეგრეთ წოდებული საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს გადაკეტვის ორგანიზატორები დაუპირისპირდნენ. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს აქციის მონაწილეები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღევანდელი მდგომარეობით მისი მდგომარეობა გაუარესდა. მსგავსი ფაქტები და ძალადობა მიუღებელია და იმედი მაქვს, რომ არ განმეორდება არასოდეს ესეთი მოქმედებები. საწარმოების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ინციდენტის ორგანიზატორების მიზანი არა წარმოების განახლება, არამედ შეთანხმების პროცესის ჩაშლაა. თუმცა მიხაილ სოცკი პირობას დებს, რომ მაღაროების ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად ყველა საჭირო სამუშაოები მაინც შესრულდება და წარმოების აღდგენის ვადებიც უცვლელი დარჩება. შემთხვევა ჩვენთვის შემაშფოთებელია, როდესაც მუშაობას ვიწყებდით, ასეთი რამ ვერც კი წარმოგვედგინა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. მაღაროების რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა სამუშაოს გავაგრძელებთ. მუშაობის აღდგენის ვადები არ შეიცვლება. ფიქრობ, რომ ყველა საჭირო ღონისძიებას დაგეგმილ ვადებში დავასრულებთ. იმისთვის, რომ წარმოების პროცესი აღდგეს, მსურველებმა კომპანიაში შიდა ვაკანსიებზე განაცხადები უნდა წარადგინონ. 1000-მდე ადამიანმა კონკურსში მონაწილეობა უკვე მიიღო. მაღაროებში სამუშაოების აღდგენამდე კი მათი ტექნიკური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს და წარმოება გეგმის მიხედვით მაისის ბოლოს აღდგეს.